რაც უფრო ტემპერამენტიანია ადამიანი, მით იოლად ემორჩილება ემოციებს. თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ემოციების მართვის უნარი აქვს. რაც უფრო ხშირად ვასწავლით ჩვენს შვილებს, როგორ იფიქრონ უარყოფით ინფორმაციასაც კი პოზიტიურად, მით ნაკლებად დაზიანდებიან მომავალში თავიანთივე ემოციებით. თუ კი შესაძლებელი გვექნება, რამდენად ცუდად გამოვიყურებით, როდესაც ემოციებს ვერ ვმართავთ და აგრესიული ვხდებით, მაშინ აგრესიასა და ბრას მოვერიდებით და სხვაგვარად მოვაგვარებთ სიტუაციას. ის, ვისი ტვინით დადებით ემოციებს ქმნის, ბედნიერი ადამიანია და ამ ბედნიერებას სხვასაც გადასცემს. ჩვენი მძიმე ემოციები კი ჩვენმე გვავნებს. არსებობს ემოციური რუკები, სადაც ასახულია, რომ ემოციური ტალღების აბსოლუტური უმრავლესობა სხეულის ზედა, ანუ სასიცოცხლო ნაწილისკენ მიემართება. განსაკუთრებული დარტყმა გულზეა, შემდეგ კი თავზე. ამ რუკას მხოლოდ იმ ადამიანის გონება ცვლის, რომელსაც ემოციების მართვა შეუძლია და აი რატომ. თუ დავაგვირდებით, რა მექანიზმით ახერხებს გარემო ჩვენზე ასეთ მძაფრ ემოციურ ზემოქმედებას, აღმოვაჩენთ, რომ გარემოდან მიღებულ ყველა ინფორმაციას თავად ვანიჭებთ ისეთ შინაარსს, რომ ემოციურად გაგვანადგუროს და ისეთ ემოციურ სტრესში ვარდებით, შიშით ვიძინებთ და ვიღვიძებთ, თუ საერთოდ დაგვეძინა. აქედან დასკვნა, ყველა თავის ემოციურ ხაფანგს თავადვე იგებს. ამ სიტყვას შემთხვევით არ ვამბობ. ემოციებს და მათ მართვას მართლაც უდიდესი ადგილი უჭირავს ჩვენს ცხოვრებაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად ან აღსადგენად იმათი შენდობის, პატიების უნარია, ვინც გვაწყენინა. ემოციური წონასწორობა კი თავის მხრივ აუცილებელია რთული სიტუაციიდან გამოსასვლელად. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენ მიმდინარე მოვლენების სახად, გონივრულად შეფასებასა და ადეკვატურ მოქმედებას. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა, შესაბამისად არ არსებობს უმართავი ემოცია. თავარია მისი არსებობა ვაღიაროთ, გავაანალიზოთ მისი წყარო და ვიმოქმედოთ მის გასანეიტრალებლად. თუ ზოგჯერ მაინც დაგვეუფლება და დაგვძლებს უარყოფითი პირველადი ემოცია, ნუ შეგვეშინდება. თავარია მას დავაგვირდეთ, გავუკეთოთ იდენტიფიცირება, ცივად და გვერდიდან. და დაუყოვნებლივ დავიწყოთ საპირისპირო ტალღისა და ემოციის წარმოქმნა. თვით შთაგონება ყველაზე კარგი მკურნალი და მთელი საიდუმლოებების გასაღებია. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში. რაც უფრო ტემპერამენტიანია ადამიანი, მით იოლად ემორჩილება ემოციებს. თუმცა არა იმ შემთხვევაში, თუ ემოციების მართვის უნარი აქვს. რაც უფრო ხშირად ვასწავლით ჩვენს შვილებს, როგორ იფიქრონ უარყოფით ინფორმაციასაც კი პოზიტიურად, მით ნაკლებად დაზიანდებიან მომავალში თავიანთივე ემოციებით. თუ კი შესაძლებელი გვექნება, რამდენად ცუდად გამოვიყურებით, როდესაც ემოციებს ვერ ვმართავთ და აგრესიული ვხდებით,